კიდე ან კურსის დამთავრებაში თვე ნახევარში უკვე პირველი payout-ი გამოვიდენ $1500. შვენიერი. და მე 1500 მიაყოლე, ხო? თუ სამ როგორ იყო არ მაქვს უბრალოდ. 1500 გამოვიდან ნახევრები. შვენ. და უნივერსიტეტში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ აი ეს ტრეინინგი სწავლა დავიწყე და შენი კურსი რო დავამთავრე, ეს პირველი payout-ი რო გამოვიტანე, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავიფიქრე, იმიტომ რომ ეხლა კარგად ვსწავლობდი სკოლაში, მაგრამ ეს მოკლედ ვიდეო ჩავერთე ხა და აი პირველ რიგში მინდა მოგილოცო ის $3000 გამოვიტანე და როგორც გამოვიტანე ძალიან მაგარი იყო, ძალიან კარგად გააკეთე ყველაფერი და რამოდენიმე კითხვა მაქვს, აი გულსფერად რომ მიპასუხო, აი არაფერი არ გავაზიაროთ რა. პირველ რიგში რამ გადაგაწყვეტინა ჩემთან კურსის აღება, ასე ვთქვათ რა. თავდაპირველად დაახლოებით ამ სკოლას დავამთავრებდი, ეს მე-11 კლასში ვიქნებოდი. და პირველად შემხვდა ეს ტრეიდინგის ვიდეო TikTok-ზე. და მაშინ დამაინტერესა და ეგ ვიდეო შევინახე. სკოლაში ვიყავ. და სახლში რომ მოვედი, შემდეგ უკვე დავიწყე უკვე მოძებნა რა, ამ ვიდეოების YouTube-ზე, ამ ტრეიდინგის ვიდეოების, როგორც YouTube-ზე, TikTok-ზე. და ნახე ეს ვიდეოები და დამაინტერესა. შემდეგ ვეძებდი მასწავლებელს. ვიმესთან რომ ესწავლა, მაგრამ მაშინ დაახლოებით 3 წლის უკან, დაახლოებით 2 წლის უკან ვერავინ ვერ ვნახე ისეთი, რომ მომეძებნა და დამეწყო შემდეგ ეს ტრეიდინგის სწავლა. და შემდეგ ამ ვიდეოს ზებნაში, შენი პროფილი მომიგდო და ნახე რომ შენ ასწავლიდი ამ იმას ტრეიდინგს. და შემდეგ ამ შენ პროფილზე გადმოვედი და უკვე დავიწყე შენთან სწავლა. კი ბატონო. ძალიან კარგი, რამოდენიმე ხანი აპირებდი სწავლას, მაგრამ არავინ არ ასწავლიდა, მენტორი ვერ იპოვე და ბოლოს ჩემი პროფილი გადაგაწყდა, ოკეი. მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს, დასაწყისში რომ დავიწყეთ უკვე სწავლა, ან ტრეიდინგი რომ დაიწყე ზოგადად, ეჭვები თუ ქონდა და შიშები, აი რამე სიტყვაზე გამომივა, არ გამომივა, აი რას ფიქრობდი თავიდან რა. კი, თავდაპირველად კი ეგეთი შიში მქონდა, იმიტომ რომ არაფერი არ იცი. პირველად იყო ეგეთი შეგრძნება რა და თავდაპირველად ინფორმაციას ვეძებდი, მაგრამ შემდეგ უკვე შენ რო გამოჩდი და უკვე ვნახე სხვადასხვა Discord-ში რომ შემოვიდა სხვადასხვა ქართველებიც ვაჭრობდნენ და შენ ვასწავლიდი და რაღაცა უკვე ნელ-ნელა ეგეჭვები გამიქრა და მე სწავლის პერიოდში უკვე შენთან რო ვისწავლე და რო დავამთავრე შენი კურსი და მე უკვე payout-ით რო გამოვიტანე, მე საერთოდ გაქრა. კი ბატონო. აი ოდის გაქრა ეგ რამოდენიმე ლექციის მე რო დაამთავრე სწავლა თუ ოდის იყო ეგ პერიოდი? აი პირველად შენი კურსი როცა ვიყიდე, აი მაშინვე გამიქრა ეგ გზნობა რა. მიხვდი რომ უკვე ნამდვილია და რაღაც ისეთი არავინ არ არის რომ მოგატყუებს და რაღაც. კი ბატონო, შენის გზნობაც ქონა რომ გვერდში მიდგასო გამოსილი ადამიანის თვალზე ჩემ თავზე და მაგის შევი აღარ ქონდა. კი ბატონო, გასაგებია. კიდევ რამდენ ხანში დაინახე რეალური შედეგი, ან ადრე დაგჭირდა რომ ფული გამოგეტანა, ან პირველი $1 გაგიკეთებინა სიტყვაზე, აი გინა დემოზე, გინა ფანდეზე რო გამოვიტანე $3000 გავიგეთ, მაგრამ მაგის მერე გამოვიტანე კიდე რამე? მაგის მერე ვერ მოასწარი გამოტანა, იმიტომ რომ რო გამოვიტანე $3000-ში ორ კვირაში უკვე ჯარში რა ქვია, გამომიძახეს. ჯარში წავედი უკვე და იმ გამოტანით ახლა შემდეგ რაღაც მივაჭრია, იმიტომ რომ მალევე დამიძახეს ჯარში და კი ბატონო. და რამდენ ხანში დაინახე ეს რეალური შედეგი თავიდან? დაახლოებით შენი კურსი რო დავამთავრე თვე ნახევარი, შემდეგ კიდე ან კურსის დამთავრებაში თვე ნახევარში უკვე პირველი payout-ი გამოვიდან $1500. შვენიერი. და მე 1500 მიაყოლე, ხო? თუ სამ როგორ იყო არ მაქვს უბრალოდ. 1500 გამოვიდან ნახევრები. შვენიერი, ძალიან კაი. მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვი მან კიდე მეორე payout რომ მომივიდა $1500, ლამაშ გამოვიდა $3000, მაგრამ მეორე დღეს კიდე უნდა გამომეტანა $2500, მაგრამ ცოტა რა ქვია, ფსიქოლოგიურად გავღორდი და მან დაუშვი მეორე შეცდომა. მაგრამ სამაგიეროდ მაგ შეცდომამ ჭკუა მასწავლა და შემდეგში უკვე დაიდაო დაბრუნდი, მას შეცდომა აღარ დამიშვია. აი ეგ არის მთავარი, რაღაც უნდა ვისწავლოთ წაგებებიდან, თორე წაგებები ყველას მოსს, მაგრამ რას ისწავლე ეგ არის ყველაზე მთავარი, ეგ ძალიან კაი, მაგრამ არა უშავს ეგაც წაგ. აი რა გზნობა ქონა, აი პირველად რომ ფული დაინახე, რომ გამოვიტანე, როგორი გზნობა იყო? აი ძალიან მაგარი, პირველივე მაშინ ვიყავი, დაახლოებით 18 წლის ვიქნებოდი. ახალი დამთავრებული მქონდა სკოლა
და აი რამდენიმე თვენახევარში რომ $3,000 გამოიტან 18 წლის ბიჭი აი ძალიან მაგარი შედეგი ესეთი გზნობა იყო რა არ შემიძლია გამოვხატო რა მეფე მეგონა თავი გასაგები ძალიან კაი ეგა მე ანუ მაგის მე ვაფშე ვეღარ მოვასწარი თუ ეხლა აპირებ კიდე გაგრძელებას ვაჯრობის ეხლა რა ქვია თან მუშაობ და თან პლუს კიდე რა ქვია ნენელა ვაჭრობ ოკეი შენიერი და რა სირთულეებს ან რაღაცა პრობლემებს შეხვდი ამ პროცესში როცა უკვე გინდა კურსი დაამთავრე კურსის განმავლობაში რაღაცა სწავლობდით რავი სირთულეებს არა უბრალოდ ერთადერთი რავი ჩემი აზრით როგორც სხვა დამწყებ ტრეიდერებს ცოტა ფსიქოლოგიასთან არის ხოლმე პრობლემა თორე ისე რავი ისეთი რთული რაღაც არ გქონია ოკეი რომ გამწვირებოდა და რაღაცა გასაგებია და აი როგორ დაგიხმარა სიტყვაზე ჩემი კურსი ანუ რა ისწავლე როგორ შეიცვალა სიტყვაზე შენი ტრეიდინგის კარიერა და აი ზოგადად როგორ დაგიხმარა ჩემი კურსი ეგ მაინტერესებს აი შენი კურსი რა ძალიან დამეხმარა შენი კურსი გამოვიტანე ეს თანხა რო ვისწავლის დავამთავრე შენი კურსი მანამდე ვეძებდი ხოლმე YouTube-ზე როგორც TikTok-ზე ვიდეოებს მაგრამ ინგლისურად იყო და ინგლისური არ ვიცოდი ეგეთ დონეზე რომ გამეგო და რაღაც და ძალიან მიჭირდა ხოლმე ძალიან მინიმუმებს ვიღებდი ხოლმე და შემდეგ უკვე შენი კურსი რო დავიწყე და შენი კურსი რო დაწყებული კურსი დავამთავრე შემდეგ უკვე ძალიან დამეხმარა აი რა ირდებოდა რა სტრინგსა ანუ კიანი მასალა ავიღე და შემდეგ ის ნასწავლი თეორიული მასალა უკვე პრაქტიკაში გადავიტანე ოკეი შენიერი აი ვის ურჩევდი ამ სასწავლო პროგრამას ანუ სიტყვაზე ჩემ კურსს ვის ურჩევდი ანუ ვისთვის არის შენი ეს განკუთვნილი ვინ როგორი ადამიანებისთვის რავი ჩემი აზრით ისეთ ადამიანებისთვის აი ვისაც მართლა გულით უნდა ეს პროფესია რომ ისწავლონ და აი გულით რო გაყვნენ და აი თავარია მთელი მონდომება ჩადონ ენერგია არ დაიზარონ და რაღაც დროის განმავლობაში შედეგს დადებენ და არ უნდა იყოს ესეთი ხალხი რომ აი TikTok-ზე და YouTube-ზე რო შეხვდებათ ვიდეო ამანამდენი გააკეთა და რო ეგრევე გწერენ კურსი მასწავლე და რაღაცა რომ ეგრევე ფული უნდათ რომ იშოვონ ეგეთი ხალხისთვის არ არის აი ისეთი ხალხისთვის არის ვინც აი მართლა გულით უნდა და გულით უნდა გაყვის კი ბატონო ჩქარი ფული აქ არის შოება და მართალი ხარ ვისაც უბრალოდ ესე ორ დღეში უნდა მილიონი შოვნა რაღაც მერცედესში მილიონერი გახდები და რაღაცა ლამბორგის იყიდე ექსესფულია ძალიან და ეგეთ რამებს არ დაიჯეროთ ხალხო რა ფული შოვნა შესაძლებელია ტრეიდინგში ამის მაგალითი არის დათო თავარია მონდომება და მოთმინება ეგ არის ყველაზე მთავარი რა რას ეთყოდი ადამიანს ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ეჭვი აქვს სიტყვაზე ეს კურსი ეს პროგრამა შეიძინოს არ შეიძინოს ზოგადად ტრეიდინგი დაიწყოს თუ არ დაიწყოს რა სჩივას მიცემდნენ რომ ჟირის დაწყება დაწყება რა თქმა უნდა ღირს თუ მართლა გულით უნდა და აი მართლა უნდა რომ ისწავლოს ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს ანუ უნდა დაიწყოს კურსი თუ ვერ დაიწყო ეს ანუ თუ ზოგადად კურსი არ დაიწყო ანუ ამ პროფესიაში რამე მასალა არ მიიღო ანუ აზრი არა ანუ ვერ წავაწი უნდა ცადოს და შემდეგ ნელა გულით ენერგიას რო დახარჯავს და მთელი ღამე რო ჩაუჯდება და თან რო იმუშავებს და მე სამსახურიდან დაბრუნდება ესეთ ადამიანი ყოველთვის დადებს შედეგს თავარია მონდომება და ნუ უკან არ უნდა დაიხიო რა უნდა გარისხო რისკი უნდა იყოს ზოგადად ცხოვრებაში თუ ისკენ არ იქნება ცხოვრებაში არაფერი არ გამოგივარა მოკლედ ეგ ვისწავლე ძალიან დიდი ხნის წინ და ეგრე ვარ მესაუბრე თვალე არ იქნებოდა ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაც იყო რომ ეს ტრეინინგი დავიწყე რომ მე-11 კლასში რო ვიყავი თავიდან ვფიქრობდი რომ აი მე-12-ში გადავალ უკვე ის პერიოდია რომ სკოლას ამთავრებ და უკვე განათლებას უნდა მიხედო და უნივერსიტეტში ჩაბარებას ვფიქრობდი მაგრამ აი ეს რო ტრეინინგი სწავლა დავიწყე და შენი კურსი რო დავამთავრე ეს და უკვე პირველი ფეოსი რო გამოვიტანე უნივერსიტეტში ჩაბარება გადავიქცე იმიტომ რომ ეხლა კარგად ვსწავლობდი სკოლაში მაგრამ ეს უნივერსიტეტში 4 წელი სწავლა აი მეზარებოდა რადგან უკეთესი ასე თქვა სამსახური ვიპოვე თან გულით ვსწავლობდი გულით მუშაობდი ამ საქმეზე და
კი. შვენიერი. აი მართლა მიხარია. შევთავაზოთ ჩამიგდე ის სურათი რომ გამოვიტანა $1500, აი მართლა გამიხარდა რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, მაგრამ მოგწერე კიდეც, მაგრამ გაასწორა, მე რო კიდე ჩააგდე ის $1500 რომ გამოვიტანა კიდე ეგეც ხო ვაფშე გამიხარდა და ეხა ეგ არ ვიცოდი უბრალოდ შე რომ მითხარი ხა კიდე უნდა გამომიტანა 2000-ო, მაგრამ წავაგეო. ეგ ეხა გავიგე, მაგრამ 2500 უნდა გამომეტანა კიდე, მაგრამ აი თუ შენ თავზეა გამოცი წაგებას, მანამდე ვერ ისწავლე ჩანს რა და აი მას შევწავაგე, აი მაშინ უკვე ვისწავლე უკვე ჩემ თავზე რაც იყო. ის გაღორება და ის. თავარი ეხა გაკეთილი ისწავლე, ეგ არის ყველაზე მთავარი რა, ეგ $2000 იყო 1500 კიდე მათი მაგდენი მოვდა 20 მაგდენი ეს ღირდა ამ გაკეთილად რა. ზოგჯერ გაკეთილი კი იყო, მაგრამ რა უშავს. ანუ გულით მოეკიდრონ და თავიანთი შრომა და თავიანთი ძალა ბოლომდე დაახარჯო, რომ შედეგი დადო და შედეგი მიიღო. კი ბატონო. ეგ არის მთავარი რა, თუ ბოლომდე არ ჩადე, შენი მაქსიმუმი არაფერი არ გამოგივა რა და ბევრი მაგას რო ხდება და უბრალოდ ხობათ აკაქცევი ესე რომ ხობი არის და 1 საათი დაუჯდება ჩარტს და ვითომ რაღაცა გამოვუვათ რა, ეგრე არ ხდება მართლა და მე შედეგი რატო არ გვაქვს და რატო არ შედეგია? და ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე მენტორს. რომ ანუ მენტორი როგორ გასწავლის. შეფასება ყველა ვნახეთ, როგორი შეფასება ქონა ჩემ სტუდენტს, რამდენი თანხა გააკეთა, როგორ გააკეთა, რა პრობლემები შეხვდა გზაზე. სიტყვაზე მე როგორ დავეხმარე და მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ რა. ჩემი აზრით ყველა შეუძლია ტრეიდინგში ფული გააკეთოს, იმიტომ რომ სწორი მენტორობით, სწორი მიმართულებით ყველა შეუძლია რაღაც შედეგამდე მივიდეს რა და ეხლა გაქვს საშუალება რომ შემოხვიდეთ ჩვენს Discord-ზე. Discord-ი არის უფასო, პლუს ჩემი YouTube არხზე ძალიან ბევრი ვიდეო ვსწრებ და ძალიან ბევრი საგანმანათლებლო ვიდეო არის. პლუს შემოხვიდეთ Discord-ზე, აგდია PDF ვერსიები, მარკეტინგის მექანიკაზე, მიკროსტრუქტურაზე, ტერმინოლოგიაზე, price action-ზე და ძალიან ბევრი რაღაცაზე და მაგის გარეთ კიდე შეგიძლიათ დაესწროთ ჯგუფურ სწავლებას. მე და Trader Jimmy ვასწავლით ჯგუფურად, ანუ 5 კაციანი ჯგუფი არის, დარჩენილია 2 ადგილი, ამიტომ ვინც იჩქარებთ შეგიძლიათ დაესწროთ. კურსის ფასი იქნება $350, ანუ ფაქტიურად ნაჩუქარია, ასე ვთქვათ რა. ამიტომ თავს აღარ მოგაწყენთ, დაგემშვიდობებით და დროებით.